პარალელურად ხდება უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენთან. და ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობის საკითხი. პირველ რიგში რომ ჩვენ ხა გეოგრაფიულად არა მარტო აღმოსავლეთი, ჩვენ აღმოსავლეთში გულისხმობთ ამ შემთხვევაში ჩინეთს, ხო? დღეს იყო დღეს გაიმართა ზუსტად საქართველოს ჩინეთის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზენტაცია მოხდა დღეს. და დაახლოებით მონოდინი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში სურვილი გვაქვს ესეთი, რომ ჩინური საფინანსო სისტემები, საბანკო სისტემები თუ შემოლა, ეს იქნება ძალიან კაი ჩვენ ქვეყნის განვითარებით. ამის გარდა ჩვენ და სამხრეთით, ისაც აღმოსავლეთ, მაგრამ ჩვენ და სამხრეთით საუბარია საუდის არაბეთზე და არაბულ სამყაროზე. 6 მილიარდ ინვესტიციაზე არის საუბარი. მე შეკითხვა მაქვს, რატომ არ მოხერხდა ამ პერიოდის განმავლობაში 6 მილიარდი ინვესტიცია მოზიდვა დასავლეთიდან? 6 მილიარდი არა, 100 მილიონი. ხო, თუნდაც. NGO-ების გარდა. არა, მოზიდვა მოხდა ოღონდ სხვაგან იცი რა არის? არა, ჩვენ ნახეთ USAID-ის ჩანაწერები 30 მილიონი რაში დაიხარჯა, კი ბატონო. ერთი ის არის ფაქტია, მე ყოველთვის მაგას ვამბობ რა, რომ საქართველოს თუ ვინმე რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მაგალითი შეუძლია იყოს, ეს არის ერთი ავსტრიის მაგალითი, რომელიც ნეიტრალურია, რომელმაც ინდივიდუალურად გააფორმა ყველა სავაჭრო ხელშეკრულება. დღესაც ის არის მშვიდობის ესე იგი ცენტრი, ყველა მეომარი ქვეყანა, დაპირისპირებული ქვეყანა ჩადის ავსტრიაში და იქ და რაც მოხდა ხა პოლიტიკურად კი იცი, შენ რომ კანცლერი ყავთ რუსეთუმეს ეძახიან, მე არ ვიცი ხა ვერ დავაბრალებ, მაგრამ ლიბერალები რუსეთუმეს რეალურად ცივი ომის დროს ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით ვითარდებოდა, იღებდა საბჭოთა კავშირისგან რიგ შეღავათებს და ბულგარეთის ფასით ყიდულობდა იმეებს, რა ქვია, ელექტროენერგიას. დასავლეთთანაც ვაჭრობდა დასავლურ სისტემასთან, საბჭოთა სისტემასთან ვაჭრობდა და შექმნა ძალიან კოხდა მოწესრიგებული სახელმწიფო. საბჭოთა კავშირი უყურებდა მაგ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვენის ოკუპირება მოხდა საბჭოთა ჯარების მიერ და გავიდნენ გვიან გავიდნენ და რაღაც შეთანხმებები დატოვეს, რომ იქ ნატო არ შევიდოდა და ასე შემდეგ. და ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან მარტივი რაღაცა და ამას ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უნდა ეხებოდეს ყველა მიმართულებას. ავიღოთ ის ფინეთის მოქმედებები ომის შემდეგ, ხო? საბჭოთა ფინეთ ომის შემდეგ. ჩვენ ხედავთ, რომ ერთი მხრივ ისინი ძალიან კარგად ვაჭრობდნენ საბჭოთა კავშირთან და პირიქით იღებდნენ ყველანაირ შეღავათებს. მეორე მხრივ ისინი აწარმოებდნენ საკუთარ ინვესტიციებს, დასავლურ ინვესტიციები შემოდიოდა მათ ქვეყნებში, შექმნეს საუკეთესო სოციალური პოლიტიკა და ინდუსტრია, კაცო. ინდუსტრია, წარმოება, ყველაფერი შექმნეს და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა ცხოვრების დონით ევროპაშიც მათ შორის რა. ჩვენი რეალური ამოცანა არის ის, რომ პატარა ქვეყნების წარმატებული მაგალითები ავიღოთ. ეს წარმატებული მაგალითები ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკა პროცესია. სადღაც ერთი მხარე იქნება ძლიერი, სადღაც მეორე მხარე იქნება ძლიერი და შენ უნდა მიხვდე, როდესაც შენი მოწინააღმდეგე დასუსტდება, მაშინ დაიწყო რაღაცა მოქმედებები, რაღაც მიმართულებით. თუ კი მეორე მხარე დასუსტდება, ეხლა ჩვენ ხედავთ დასავლეთის, ამ შემთხვევაში ერთებული შტატების დასუსტების პროცესს, გარკვეულწილად პროცესს. და ის რომ ეხლა სუვერენიტეტი გავაძლიერეთ, ეს ამის შედეგია. ეს სტრატეგიული მოთმინებების შედეგი. და ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ რუსეთთან მიმართებაში რა შვებითო, ხო? ლეგიტიმური შეკითხვას დაისვებ. დამეჯერეთ, ჩვენ აქ კავკასიაში ვიქნებით კიდე დიდი ხანი. არცაც წასვლას არ ვაპირებთ. ისტორია იცვლება, ძალიან ცვალებადია ისტორია. დავაცადოთ, შეიცვლება ჩვენ სასარგებლოდ გეოპოლიტიკური რეალობა. შეიძლება შევზეა უკვე რა. შეიცვალოთ ძალიან მალევე, იმიტომ რომ არის ამის იმპულსები. კავკასიის როგორც დერეფანის დღეს დაბლოკილია მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების გამო. მისი დეაქტივიზაცია უნდა ძალიან დიდ სახელმწიფოებს, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის ინდოეთი, როგორიც არის ის დიდი ეკონომიკები, რომლებიც თურქეთი, რუსეთი, ირანი. რუსეთს რა არ უნდა? რუსეთს რა არ უნდა რომ გაატაროს? მოდი პირდაპირ რა. იცი რა არ გვინდა? ყალბი მორცხობა არ გვინდა. ჩვენ ეს სოფლიოში ის არის, რა ქვია, მიღებული სლოგანი, საქართველოს უპირველეს სკოლის, არ გვინდა ჩვენ Make Georgia Great Again. საქართველოს უპირველეს სკოლის, ეს არის ჩვენი
გენიალური პოეტის სკარი, ხო? მოდი რა ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ცალკე სად იქნება, როგორ იქნება და რანაირად, ეგ არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ მართლაც გავხდეთ ძალიან მდიდარი ქვეყანა.